საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტი გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს აანალიზებს. ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს აკრძალვას ითხოვს. საიას თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში მიმდინარეობს და ის ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიითა და სამართლებრივი ჩარჩოს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით ხასიათდება. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცება პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიული ინსტრუმენტად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრ ფორმას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით. გამონაკლის შემთხვევებში პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს ორგანიზებული და მიზანმიმართული ქცევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების თუ ქმედებების გამო. ამასთანავე პარტია არ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.